წარმოიდგინე, რომ მთელი ცხოვრება მიცოცავ მწვერვალისკენ. გზაში ხმა ჩაგეხლიჩა, ფრჩხილები დაგისისხლიან და ჰაერი აღარ ყოფნის, სახე აგეხა. ახვედი ბოლო-ბოლო ამ მწვერვალზე, მაგრამ იქ დაგხვდა ისევ ნაცნობის სიცარიელის და მარტოობის განცდა. სწორედ ეს არის საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე მიღწეული წარმატება. როცა წარმატება კი არ გაშენებს, არამედ განგრევს, ის არის დესტრუქციული. ამგვარი წარმატება არის ყველაზე საშიში ოქროს მახე, რომელიც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს დაუგოს. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, შენი мотиваცია არის არა ინტერესი, არამედ შიში ან შურისძიება. შენი საწვავი ამ შემთხვევაში მამოძრავებელი არის შხამი. ძალიან უხარისხო საწვავით მოძრაობ. მე მაგას ვაჩვენებ, მე მათ ყველას დავუმტკიცებ. ისევ და ისევ, წარმატებას აღწევ არა იმიტომ, რომ ეს შენ გსიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს. სხვანაირად შენი შინაგანი ბოღმა და ბრაზი თავად შენ შეგჭამს. ეს გავს რბოლას, სადაც ფინიშთან მიდის არა გამარჯვებული, არამედ ფსიქიკურად გადამწვარი ადამიანი. წარმატება ხდება ნარკოტიკი, როგორც ნარკომანისთვის არასოდეს არ იქნება საკმარისი მიღებული ნარკოტიკის დოზა და უახლოეს მომავალში მას კვლავ დასჭირდება ახალი, ასევეა წარმატებაც. თითქოს გაბზარულ ჭიქაში ასხამ წყალს და თავგამოდებით ვცდილობ, რომ ეს გაავსო, მაგრამ რასაკვირველია, ჭიქა რჩება კვლავ ცარიელი. რაც არ უნდა ბევრი ლაიქი, სტატუსი, ფული ჩაასხა ამ ჭიქაში, სურათს ვერ შეცვლი. როცა საკუთარ თავს არ აღიარებ, წარმატება ხდება იარაღი, რომლითაც საკუთარ თავს სჯი. მუშაობ გადაწვის ზღვარზე. არანაირ ყურადღებას არ აქცევ საკუთარ დაღლილობას ან უძილობას. რაც მთავარია, უარს ეუბნები შენთვის ყველაზე ძვირფას უნარს, სიცოცხლით ტკბობის უნარს. რა ფასი აქვს მილიონს, თუ მისი დახარჯვა სიამოვნებას არ გვანიჭებს. დესტრუქციული წარმატება ერთგვარად მკვდარ ზონას ქმნის ჩვენს გარშემო და იწვევს იზოლაციას. თუ ჩვენ თავად არ ვაღიარებთ საკუთარ თავს, არ გვჯერა საკუთარი მიღწევების, მაშინ გარეშე ხალხსაც და გარემოსაც უნდობლობით ვუყურებთ. არც მათი ქება და კომპლიმენტები არ გვჯერა გულის სიღრმეში, რასაკვირველია ეს მათგან გვსიამოვნებს და ვიწოვთ როგორც ღრუბლები, მაგრამ არ ვენდობით. ამ დროს მეგობრები, ახლობლები ნელ-ნელა იფანტებიან და რჩება მხოლოდ სტატუსი, ჩვენ და ჩვენი სტატუსი სიცარიელეში. ჩვენთან ურთიერთობა ამ დროს ჰგავს ნამდვილი ბრძოლის ველზე ყოფნას. მე ეს არ დამიმსახურებია, ეს გამიმართლა და ამიტომ მოხდა, აი მსგავსი შეგრძნებები რაღაცნაირად წამლავს გამარჯვების გემოს. და ასევე აჩენს განცდას, რომ ახლა უფრო მეტი მაქვს დასაკარგი, ვიდრე აქამდე მქონდა, ამიტომ ახლა კიდევ უფრო მარჯვედ უნდა ვიყო. ისტორია გავიხსენოთ, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების ცხოვრებას ჩვენ არ გვინახავს ისტორია, მაგრამ დიდ ტირანებს შევხედოთ, კალიგულადან, რა ვიცი, ნერონიდან მოყოლებული, მაო ძედუნამდე თუ ჰიტლერამდე, ისტორიკოსებსაც ნუ დავეყრდნობით, ჩავთვალოთ, რომ სუბიექტური იყო მათი შეფასება. საკუთარივე ნაწარმოებები ან გამონათქვამები ან საქმეები შევაფასოთ ეს პიროვნებები. ჰიტლერის ჩემი ბრძოლა გავიხსენოთ ბოლოს და ბოლოს. ცხადი გახდება, რომ ეს ადამიანები ყველანი შეპყრობილნი იყვნენ ძალიან ღრმა არასრულფასოვნების კომპლექსით და ამის შენიღბვას მუდმივად ცდილობდნენ განდიდების მანიით. იმისათვის, რომ საკუთარი შინაგანად არსებული არარაობის განცდა გაენადგურებინათ, მათ სჭირდებოდათ, რომ ლამის მთელი სამყარო და უამრავი ადამიანი დაემსხვრიათ და გაენადგურებინათ. ადამიანი, რომელიც შინაგანად მშვიდია და აღიარებს საკუთარ ღირებულებას, არ საჭიროებს არც არავის დამსხვრევას და ნგრევას და არც არანაირ ბროლის სერვანტებს იმისათვის, რომ დაამტკიცოს საკუთარი ღირებულება. საკუთარი თავის სიყვარული არ არის ფუფუნება, არ არის ვარდისფერი სათვალე, ეს არის ერთგვარი შინაგანი ჰიგიენა. როგორც ჩვენ ჭუჭყიანი ხელებით ვერ გავაკეთებთ სუფთა ოპერაციას, სწორედ ასევე საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე ნამდვილ ღირებულებას ვერანაირად ვერ შევქმნით. საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს შენი შინაგანი ოპერაციული სისტემიდან წაშალო ვირუსი სახელად მე ღირსი არ ვარ. მხოლოდ ამ ვირუსის წაშლის შემდეგ მიიღწევა ბალანსი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ნებისმიერ ადგილას ყოფნის შემთხვევაში. საბჭოთა გულაგი იქნება ეს თუ ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკიც კი, საკუთარი თავი ვიგრძნოთ სახლში და თამამად დავგეგმოთ მთვარეზე სათბურის გამართვა. როგორც მაგალითად ეს გააკეთა ვერნერ მანიცმა. შემდეგ ვიდეოში
ვთქვათ, ვინ იყო ვერნერ მანიცი და რამ გაგვახსენა იგი დღეს. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეოები და კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დროებით.